ყვავილოვანი კომბოსტოს, თეთრთავიანი კომბოსტოსა და პომიდრის ჩითილების დარგვის ინსტრუქცია სამივე მცენარისთვის იდენტურია. მცენარის განვითარებისა და მაღალი მოსავლის მიღებისთვის მნიშვნელოვანია აგროპროცედურების ზუსტად დაცვა. ჩითილების ხელით დარგვამდე აუცილებელია ნიადაგის წინასწარი მომზადება, რაც გულისხმობს ნიადაგის მოხსნას, გაფხვიერებას და კომპლექსური სასუქის წინასწარ შეტანას. ხელით დარგვისას ჩითილების მანძილების განსაზღვრა და ორმოების წარმოქმნა ხდება მარკირებით. აუცილებელია დარგვამდე ჩითილები წინასწარ მომზადდეს, რაც გულისხმობს ჩითილის წყლით გაკაჟებას და ფუნგიციდებით დამუშავებას. ჩითილების წინასწარი მომზადების შემდეგ ხდება მათი ხელით დარიგება ორმოებში, მაგრამ სიღრმისთვის დამატებით საჭიროა ორმოების ხელით წარმოქმნა. მცენარის ნიადაგში მოთავსების შემდეგ ხდება ნიადაგის ხელით მიდგებნა, რათა შენარჩუნდეს ჩითილების სიმყარე. მცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე კვების არე სხვადასხვაა. კომბოსტოს შემთხვევაში იგი შეიძლება მერყეობდეს 50-დან 70 სანტიმეტრამდე, ხოლო პომიდრის შემთხვევაში 70-90 ან 100-120 სანტიმეტრამდე. ჩითილებისთვის წყლის მიწოდება ხდება დამონტაჟებული წვეთოვანი სარწყავი სისტემით, რომელიც ნიადაგის ზედაპირზე თავსდება ჩითილების ხელით დარგვის შემდეგ. ამ სისტემის საშუალებით მცენარეს შეიძლება მივაწოდოთ დამატებითი საკვები ნივთიერებები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ფუნგიციდები და ინსექტიციდები. ვეგეტაციის პროცესში მცენარეს უტარდება პროფილაქტიკური წამლობები, აგრეთვე ფოთლიდან გამოკვება წყალში ხსნადი სასუქებით.